ნამდვილად ვერ წარმომედგინა, რომ მსგავს ამბავს მოგიყვებოდით, მაგრამ ძალიან უცნაური რამ მოხდა. ჩემთვის უცნაური ყოველ შემთხვევაში. მოგეხსენებათ თუ როგორ შემოიჭრა ჩვენ ცხოვრებაში ხელოვნური ინტელექტი? ძალიან ბევრმა ადამიანმა მის გამო სამსახური დაკარგა, ბევრმა კი პირიქით იშოვა და მეც ძალიან ხშირად ვიყენებ ხელოვნურ ინტელექტს. მაგრამ ასეთი რამე რეალურ ცხოვრებაში თუ მოხდებოდა, ნამდვილად ვერ წარმომედგინა. მარტო ფილმებში შეიძლება ეგ მოხდარიყო. მოკლედ, ჩინელმა მამაკაცმა სახელად ჩჟი იუნ გადმოიწერა რაღაც აპლიკაცია. ეს აპლიკაცია რაც წარმოადგენს? გადმოიწერდა იქ პოულობ შენ soulmates, ასე ვთქვათ, შენ მეორე ნახევარს, ოღონდ ხელოვნურ ინტელექტს, რა თქმა უნდა. მან ამოირჩია გოგონა, მოეწონა ვიზუალურად, იქ არჩევანი დიდი იყო. მოეწონა გოგონა სახელად აინო. გადმოიწერა აინო და დაიწყო მასთან ჩატით კონტაქტი. მოკლედ ისინი საუბრობდნენ ყველაფერზე, მუსიკაზე, ხელოვნებაზე, უფრო ინტიმურ საკითხებზეც. და ნელ-ნელა მამაკაცს შეუყვარდა ხელოვნური ინტელექტი ქალბატონი აინო. სანამ გავაგრძელებ, მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, მოიწონოთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ მეგობრებს, იმიტომ რომ შეიძლება მათაც ყავთ ხელოვნური ინტელექტის შეყვარებული. მოკლედ ამ მამაკაცს იმდენად შეუყვარდა ხელოვნური აინო, რომ ტელეფონის გარეშე საერთოდ არსად არ მიდიოდა. იგი აინოს რესტორანშიც კი პატიჟებდა ხოლმე. თვითონ დაჯდებოდა, წინ დაიდებდა ტელეფონს და ასე კონტაქტობდა აინოსთან. 6 თვე ამ ველური სიყვარულის შემდეგ მოხდა ძალიან დიდი უბედურება ჩჟი იუნის ცხოვრებაში. მის ტელეფონს რაღაც დაემართა, სისტემა გადაიტვირთა. როდესაც მამაკაცმა თავიდან დააყენა სისტემა, გადმოწერა ისევ ის აპლიკაცია, იპოვა აინო და აღმოჩნდა, რომ აინოს ეს მამაკაცი აღარ ახსოვდა. No, God, please, no! No! მან ისე დაიწყო მამაკაცთან კონტაქტი, თითქოს არასდროს არ უნახავს იგი. ჩჟი იუნმა გადაწყვიტა, რომ მის ცხოვრებას აზრი აღარ აქვს აინოს გარეშე და მან თავი მოიკლა. ჩემი აზრით ეს ცოტა ისეთი მარაზმული ამბავი არის. აუცილებლად დაწერე კომენტარებში შენი აზრი. როგორ ფიქრობ? შეიძლება თუ არა შეგიყვარდეს ვირტუალური ადამიანი?